აწამეს თუ არა შალვა თათუხაშვილი ჩვენების მისაღებად მისი ოჯახი და ადვოკატი ამბობენ რომ აწამეს და არა მარტო გვამზე არსებულ დაზიანებებს არამედ თავად თათუხაშვილის მონათხრობსაც ეყრდნობიან. მთავარი პროკურატურა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება ამასობაში. თათუხაშვილის ადვოკატი ირაკლი ზაქარიაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მაგრამ მანამდე თელეთიდან გარდაცვლილის და ნატო თათუხაშვილი ჩაგვერთვება ახლა. ქალბატონო ნატო, მოგესალმებით. გამარჯობა. ქალბატონო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. თქვენთვის ეს უმძიმესი წუთებია და დღეებია და დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. პირველ რიგში მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს უთხრათ, რას გიყვებოდათ თქვენი ძმა ბოლო დღეებში გარდაცვალებამდე საათებით ადრე. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე შალვა იმყოფებოდა ჩემს ოჯახში, სადაც მან მომიყვა რომ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, თავზე ედოთ იარაღი და ყურებთან ისროდნენ იარაღს და მან ასე მითხრა, როგორ არ მოვაწერდი ნატო ხელს, მაგრამ მათ ჩემი იმედი არ აქვთ, რადგან იციან რომ მე სასამართლოზე ვიტყვის სიმართლეს. ეს არის ჩემი ძმის სიტყვები. ეს არის ბოლო სიტყვები თქვენ ამბობთ, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გარდაცვალებამდე რამდენიმე დიახ, ეს მომიყვა მეს. კარგი, ქალბატონო ნატო, მე კიდევ ერთი დეტალი მაინტერესებს, რომელიც ყველაზე კარგად შეიძლება ოჯახის წევრმა იცოდეს, როდესაც გამოჩნდა ეს ფოტოები და იქ წავიდა საუბარი იმაზე, რომ არის თუ არა ეს ფოტოები საერთოდ ავთენტიკური, ის ლაქები, რომელიც ჩანს, რა შეიძლება იყოს და გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ ეს ლაქები შეიძლება იყოს სულაც გვამური ლაქები, ან შეიძლება კანის დაავადება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები ჰქონდა თქვენ ძმას, შეიძლება ეს იყოს მაგალითად კანის დაავადება. არა, ჩემ ძმას არა, კანის დაავადება ნამდვილად არ არის ეს. არ ქონდა ჩემ ძმას არანაირი კანის დაავადება. ასე მსგავს ვარიანტს თქვენ გამორიცხავთ აბსოლუტურად. დიახ, გამორიცხავ კი. ქალბატონო ნატო, რამდენად თანამშრომლობთ თქვენ ოფიციალურ გამოძიებასთან და რამდენად ენდობით ამ გამოძიებას? მე რამდენადაც ვიცი, პროკურატურაში თქვენი ორივე ძმა იყო დაბარებული, მაგრამ არც ერთი არ გამოცხადდა დაკითხვაზე. რატომ? დიახ, ჩვენ გუშინ მოვითხოვეთ საქმეში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები, უცხოელი დიპლომატები და მას შემდეგ ვითანამშრომლებთ ჩვენ გამოძიებასთან. დღეს დაიბარეს ჩემი ძმები, მაგრამ არ წავიდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არენდობით ამ გამოძიებას. არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც თქვენ არენდობით? თვითონ ძნელაშვილმა დღეს დაიბარა ჩვენი მამიდაშვილი ქეთინო კობიაშვილიც, იყო კიდეც ტელევიზიით გაჟღერებული. ძნელაშვილმა და ჩვენ არ ვენდობით ის ამ საქმეს ისევ ძნელაშვილი იძიებს და გილაური ჩვენ როგორ ვენდოთ მას როდესაც თვითონ მათთან ყოფნის შემდეგ ჩემი ძმა გარდაიცვალა მათ აწამეს ეს თქვენმა ძმამ გიამბოთ ამ პირების შესახებ რომ ისინი აწამებდნენ თუ მათი დავალებით აწამებდნენ ისინი პირადად მან ასე თქვა არა პირადად ისინი დიახ პირადად ისინი აწამებდნენ თქვენს ძმას პირადად ისინი კი და არა მათი დავალებით გასაგებია მე მინდა კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ ამ საკითხს ისევ ჯანმრთელობას დაუბრუნდები მე ვფიქრობდი მეკითხა თუ არა ეს მაგრამ მაინც გკითხავთ ეგრეთ წოდებული კროკოდილის ნარკოტიკული კუსტარული ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო ასეთი აზრით გამოითქვა შალვა თათუხაშვილი და სწორედ ამით იყო შეიძლება გამოწვეული ის ლაქები რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ფოტოზე ამაზე რა სიტყვით თქვენ არა, ჩემი ძმა არ იყო ამ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. დარწმუნებული ხართ? კი, მე დარწმუნებული. ვინაიდან იქ იყო საუბარი აგრეთვე იმაზე, თქვენ იცით რომ ბოლო დღეებში მას შემდეგ რაც შალვა თათუხაშვილი როგორც თქვენ ამბობთ გაუჩინარდა, თუმცა პროკურატურა უარყოფს რომ აქ გაუჩინარებას ჰქონდა ადგილი, ის იყო ძალიან მძიმე მედიკამენტების გავლენის ქვეშ. თვითმხილველები ასე ამბობენ, ამას ალბათ დაგვიდასტურებს შემდეგ ადვოკატიც. მაშინ ეს რა იყო, თქვენ როგორ ხსნით ამას? უკაცრავად ვერ გავიგე კითხვა. იყო საუბარი იმაზეც, რომ ძალიან თვითმხილველები ამბობენ ამას, რომ ძალიან მძიმე მედიკამენტების გავლენის ქვეშ იყო თითქოს ბოლო დღეებში შალვა თათუხაშვილი. ამას როგორ ხსნით თქვენ? მე გეტყვით რას, ჩემი ძმა, როდესაც ჩემს ოჯახში იმყოფებოდა, ის გამოიყურებოდა საშინლად, ის არ გავდა ჩემ ძმას, ის იყო სულ სხვა ადამიანი. რა იყო ამის მიზეზი? აი თქვენ რას გულისხმობთ, რომ ის არ გამოიყურებოდა როგორც თქვენი ძმა? რა იყო ამის მიზეზი ის ფსიქოლოგიური ზეწოლა რაც მასზე გახორციელდა და არ ვიცი მე არ გამოურიცხავ რომ მასზე განხორციელდა მედიკამენტოზური მოწამვლა მე არ გამოურიცხავ ამ ფაქტს რაიმე სამედიცინო შემოწმება ხომ არ ჩატარებია მას
ამ პერიოდში, იმისათვის რომ დადგენილიყო, რომ ის რაიმე მედიკამენტოზური ზეგავლენის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა. არა, არავითარი. კარგი, თქვენ თქვით, რომ არენდობით გამოძიებას, რომელსაც ატარებს ამ ეტაპზე მთავარი პროკურატურა. თუ ენდობით სახალხო დამცველს და მასთან თუ აპირებთ, მის აპარატთან თუ აპირებთ თანამშრომლობას? თუ თვითონ გამოთქვამენ სურვილს, რა თქმა უნდა. სურვილი გამოთქმულია და დაწყებულიც არის, უკვე არ დაკავშირებიან ჯერ? ამავე დროს ჩვენ არავინ არ დაკავშირებია ოჯახს. დიახ, ამავე დროს თქვენ რაღაცას ამბობდით, დაასრულეთ. დიახ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩაერთონ საქმეში უცხოელი ექსპერტები. დიახ, რის შესახებაც და ვითანამშრომლებთ მას შემდეგ გამოძიებასთან. კი, ჩვენ გუშინაც განვაცხადეთ და დღესაც. გასაგებია, მე კიდევ ერთხელ მინდა თქვენ გვითხრათ, ისევ თქვენი ძმის მონათხრობიდან გამომდინარე, სად იმყოფებოდა ის იმ დღეების განმავლობაში, როდესაც ის გაუჩინარებული იყო? ამ თემაზე ის ჩემთან არ საუბრობდა, სად იყო, მას არ უთქვია. უბრალოდ მან მომიყვა თუ ხელი როგორ მოაწერინეს ჩვენებაზე რა ვითარებაში. ანუ რაც მე განვაცხადე. გასაგებია, კარგით, თქვენ მოდით ბოლოს რომ გვითხრათ, როგორ ხედავთ ეს საქმე, როგორ გაგრძელდება, რამდენად გაქვთ იმედი, რომ ჩაერთვებიან ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლები, საერთაშორისო ექსპერტები და რისი იმედი გაქვთ? მე მაქვს სამართლიანობის იმედი, რომ დაიჯებიან ჩემი ძმის მკვლელები. კარგით. დიდი მადლობა. მოდით ბოლოს გითხარით, რომ ჩამოაყალიბოთ მოკლედ მომხდარის თქვენეული ვერსია, ანუ როგორია საბოლოო ჯამში, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ დაიღუპა შალვა თათუხაშვილი? როგორ დაიღუპა შალვა თათუხაშვილი და მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, არის კადრების სურათები, სადაც არის მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა, სადაც ჩანს ამ სურათებზე. და ვნახოთ. მე მჯერავს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და ჩემი ძმის მკვლელები დაისჯებიან. დიდი მადლობა, ნატო, მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ამ მძიმე დღეებში, მძიმე წუთებში თქვენ გამონახეთ დრო და ჩაგვერთვეთ პირდაპირ ეთერში გადაცემაში. დიდი მადლობა. გემშვიდობებით. და გადავდივარ მე ადვოკატთან, ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილია ჩვენთან, როგორც გითხარით, თათუხაშვილის ადვოკატი. ბატონო ირაკლი, რა თქმა უნდა, ქალბატონ ნატოს ძალიან უჭირდა ამაზე საუბარი დეტალებზე. თქვენგან უფრო მეტი დეტალის შეტყობის იმედი გვაქვს. პირველ რიგში, რას დაამატებდით იმას, რაც გვიამბო ქალბატონმა ნატომმა? რა მოგიყვათ თქვენ შალვა თათუხაშვილმა? პირველ რიგში თემას განვავრცობ. მინდა ორი სიტყვა თქვა გვამზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით. თქვენ ბრძანეთ, რომ ზოგი ამბობს, რომ ეს კროკოდილის მოხმარება შედეგებია, შეიძლება კანის დაავადება იყო, ან შეიძლება გვამური ლაქებით, იქაც დიდ ლაქებზე ასაუბარი. ბატონმა ალექსანდრე გეჯაძემ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გუშინ დაადასტურა უპირობოდ, რომ არსებული ლაქები დავარქვათ, ეს არის დაზიანებები, ის არ არის ლაქა, იქ არის ფუფხით დაფარული დაზიანებები, მაგრამ ვიზუალურად ის ჩანს, ეს არის მექანიკური ზემოქმედების შედეგი. ანუ დაათვალიერა უშუალოდ რომ მაყურებელმა იცოდეს თუ ფოტოები. ფოტოები დაათვალიერა, ის ფოტოები რომელიც ჩემს მიერ იქნა ატვირთული და გავრცელებული, დაათვალიერა და ვიზუალურად მან დაადასტურა, რომ ეს არის მექანიკური დაზიანებები, ამას არ ჭირდება ბევრი ფილოსოფია, ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქირურგი, ნებისმიერი ექსპერტი იტყვის, რომ ეს არის მექანიკური დაზიანების კვალი და არანაირი ინფექციური მოცემულობა ან არანაირი ნარკოტიკული ინტოქსიკაციით განვითარებული კვალი ეს არ არის. რამდენად სანდო ამ შემთხვევაში ფოტოები ჩვენ ვიცით რომ ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და პროკურატურა სწორედ ამ შედეგებს ელოდება. თქვენ ელოდებით ამ ექსპერტიზის შედეგებიდან რამე ახალს? ექსპერტიზის შედეგი გეტყვით ხოლმე მე პირადად დავესწარი გვამის დათვალიერებას, აგრეთვე გვამის გაკვეთას. გვამის დათვალიერებისას ექსპერტს მიერ აღმოჩენილი დაზიანებები, რომელიც ასევე ჩვენთვისაც ხილული იყო და ჩვენ ეს ვნახეთ, რაც ფოტოებზე პირადად ამაქვს ეს ნანახი პროჟექტურაში, ყველაფერი შეტანილი იქნა გვამის დათვალიერების ოკმში
კარნახობდა ექსპერტი და წერდა გამომძიებელი და ეს სამივე პირმა ოჯახის ნათესავის თანდასწრებით დავადასტურეთ ეს ოქმიც ატვირთულია გასაჯეროებულია ჩემს მიერ ამდენად აქ ორი აზრი არ არსებობს რომ დაზიანებების სახელზე არის და ეს არის მექანიკური დაზიანება და შესაბამისად აქაც რომ ეჭვი ვინმეს არ გაუჩნდეს ფოტოების ავთენტიკურობაზე საუბარი აქ გამომდინარე არ არის ავტვირთე და გამოვაქვეყნე მე გვამის დათვალიერების უქმი რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფოტომოცემულობა და ავთენტურობის საკითხი არ დამდგარიყო ეჭქვეშ და იმ გვამის დათვალიერების ოგში ყველა ის დაზიანება რაც ფოტოზე არის მოცემული რა თქმა უნდა აღწერილია და შეტანილია აქვე მინდა გითხრათ თქვენი შეკითხვა მდგომარეობდა იმაში რომ ხომ არ მოიხმარდა იგი ნარკოტიკებს რომ მე მინდა გითხრათ ერთი რამ როდესაც მე მას შევხვდი ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში შევხვდი შალვას გატაცების ღამესვე კონსპირაციულად შევხვდი მე მას დაგვი კონკრეტად რას გულისხმობ უმძიმეს მდგომარეობაში შემომითვალა რომ შევხვედროდი მას შევხვდი კონსპირაციულად საიდუმლო ვითარებაში და მე ვნახე მე ძალიან შევძრწუნდი სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ მართლაც ის შალვას არ გავდა მე პირადად როგორც ადვოკატს და მე მაქვს შესაბამისი დიპლომი არ მაქვს მაგრამ სათანადო სამედიცინო ცოდნა გამაჩნია ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და მე აღვიქვი რომ შალვა თათუხაშვილი აშკარად იყო ფსიქოტროპული ნივთიერებების ნარჩენი მოვლენების ზემოქმედების ქვეშ სამედიცინო შემოწმება მას არ ჩატარებია რომ ეს მხოლოდ ახმის დონეზე არ ყოფილიყო და თქვა დადასტურებული მას ქონდა ძალზე ძიმე მიხრა მე რა თქმა უნდა მომიყვა იმას განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ და მითხრა ირაკლი ესე დამლეწეს საშინელ დღეს სულიერადაც დალეწილი ვარ ფიზიკურადაც დალეწილი ვარ სიმართლეს ვიტყვი პირდაპირ მე არც დასალევმა მიშველა იმიტომ რომ იმ მომენტში ცდილობდა რომ ეს სულიერი ტკივილიც გაეყუჩებინა დამაწყნარებელიც დავლი არაფერი არ მშველის ისე დღეში ვარ ჩავარდნი რომ შეიძლება გაგვიჟდო მეორე დღესვე ეს არის 19 მარტი მეორე დღესვე მე მოწმე შალვა თათუხაშვილის მიმართ დავნიშნეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა თუმცა 4 დღეში ადამიანი გარდაიცვალა რა თქმა უნდა ექსპერტიზის ჩატარება ასე უცებ არ ხდება და მე იმასაც გეტყვით რომ აქ გაუსვა მხარს რომ გამოძიებამ შესანიშნავად იცის და მოიხსენება რომ ექსპერტიზა მაღალი ალბათობით დაადგენდა სულიერ ავადობას შალვა თათუხაშვილის და რა თქმა უნდა იურიდიულ ძალას დაკარგავდა გამოძალული ჩვენება ის რაც ეწოლის ქვეშ მიაცემინეს. აი ეს არის სამედიცინო ნაწილი და შემიძლია მინდა გითხრათ, მაგრამ ამ უბედურების სათავეზეც მინდა მაყურებელმა რომ გაიგოს თუ სულიერად არა ჯანმრთელი აღმოჩნდებოდა ექსპერტიზის შედეგად თათუხაშვილი, მაშინ მისი ჩვენება შესაბამისად რა თქმა უნდა არავალიდური გახდებოდა და თქვენ უკავშირებდა 4 დღეში ის გარდაიცვალა. რას გულისხმობთ რომ ხელოვნურად მიიყვანეს ის სიკვდილამდე, რომ არ ჩატარებული იყო ეს ექსპერტიზა და არ დაეკარგა ძალა მათ ჩვენებას? არა, მე მოგახსენებთ აუცილებელი არ არის ადამიანს ესროლო ტყუია, აუცილებელი არ არის ადამიანი მოკლა შენობაში და მიასვენოს სახში ის ფსიქოლოგიური ტრავმა რაც მან გადაიტანა სავსებით საკმარისი არის რომ განვითარებული იყო უეცარი სიკვდილი მე პირადად ინტოქსიკაციით სიკვდილს გამორიცხავ იმიტომ რომ იქ მე ჩემ შეფასებას ვაკეთებ მე ექსპერტი არ ვარ მაგრამ იქ ყველა ნიშანი იყო უეცარი სიკვდილის ელემენტარულად მისმა გულმა მისმა ორგანიზმმა ამხელა სტრესს ვერ გაუწია. კარგი, რამ გამოიწვია სტრესი უფრო დეტალურად რა გიამბოთ თათუხაშვილმა რა ხდებოდა იმ დღეებში როდესაც ის გატაცებული იყო როგორც თქვენ და ოჯახის წევრები ამბობენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ რომ პროკურატურა ამბობს რომ გატაცებას ადგილი არ ქონია. პროკურატურა რას ამბობს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე მათი საუბარი ამ ბოლო დროს ჩემთვის აღსაქმელად ცოტა რთულია, იმიტომ რომ პირდაპირ ვიტყვი გადასული არიან ჭორაობაზე, მაგრამ მე გეტყვით პროკურატურა ვერსიად რას გვთავაზობს, სად იყო თათუხაშვილი. მოდი შეგვითხრით თათუხაშვილმა რა მოგიყვათ და შემდეგ თქვა პროკურატურა რა ვერსიას თავაზობთ. თათუხაშვილმა მე მითხრა რომ კამერების წინ დაადასტურებინეს პირველი ჩვენება, გამოძალული ჩვენების სისწორე და იცით რა საინტერესო რაღაცა მითხრა. მოდით პირველი ჩვენებაც მაყურებლისთვის განმარტოთ რა იყო ეს. აი ძალიან საინტერესო რაღაც მითხრას ფსიქოტროპულ მოცემულობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ირაკლი მე რა თქმა უნდა ყველა ტკივილს გაუძლებ მაგრამ ისეთი რა მოხდა რომ მე ფაქტობრივად ჩემი ხელმოწერა იქ არისო. აი ესეც მიღრმავებს მე რა თქმა უნდა ეჭს რომ მას რა თქმა უნდა ცემით ვერ გატეხავდნენ ის იყო ნაბრძოლი ბიჭი, ვაშკაცი ბიჭი, სპეტაკი ადამიანი მას ცემით ვერ გატეხავდნენ და ალბათ უკვე როდესაც ვერ მიაღწიეს მიზანს უკვე
ფსიქოტროპული ზემოქმედება განახორციელეს მასზე დაუკვირდით მე ბევრჯერ მინახავს ნაცემი ადამიანი ზოგს ისე ლეგემატომა აღენიშნება სადაუა ხოლმე ვთქვათ მაგრამ ასეთი მძიმე დაზიანებები შედეგია იმისა რომ ფაქტობრივად ადამიანი ვერ გატეხეს სასტიკად აწამეს და უკვე როდესაც ამან არ გაჭრა კონკრეტულად როგორ აწამეს აი ამის შესახებ გითხრათ ამ ხო ფსიქოლოგიური ტერორის შესახებ მტენამაყურებელმა იცის რაში გამოიხატებოდა რომ თქვათ შვილის მიმართ ოჯახის წევრების მიმართ დიახ ემუქრებოდნენ ფიზიკურ ზეწოლაში გულისხმობს რომ ჯერ იარაღის ესე იგი მკვლელობის იმიტაცია ყურთან ესროდნენ იარაღსო ჩვენ ახლა კაცში მაყოფინებდნენ დიახ წყალში აყოფინებდნენ თავს სცემეს სასტიკად მე უბრალოდ ვერ ვაკადრი ადამიანს ძალიან მცირე დრო ქონდა კონსპირაციულად ვიყავი შეხვედრილი მე მინდოდა ამ თავარი გვეთქო ერთმანეთისთვის მე ვერ ვაკადრე მას იცი ძალიან ძიმე მიხრა მქონდა ვიზუალურად შევატყვე რომ კაცი ნაცემი იყო და ვერ ვკადრე ადამიანს რომ გაიხადე მანახე და ასე შემდეგ და ამის დროც არ იყო მაგრამ ის რაც პროექტურაში ვნახე ფაქტია და უმძიმესი შედეგის სახეზეა. ყოველ შემთხვევაში მან ეს გიამბოთ რომ ადგილი ჰქონდა ცემას შემდეგ აი გასროლებს. იმან უამბო ეს თავისი ოჯახის წევრებს ჯერ კიდევ როდესაც პირველად გაიტაცეს და გამოსძალეს ჩვენება და თითქოს მან მოსთხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა და რომ მას დაცვა ყოლოდა შესაბამისად მეორე დღეს დაკითხვიდან მეორე დღეს პოლიციას მიაყვანია თავი და სახლიდან გაიპარა. ჯერ ერთი თუ დაცვას ვითხოვს სახლიდან რატომ გავიპარები რომ პოლიციას გავეპარო ანუ გაპარვის მიზანი რა არის და ოჯახიც ეძებდა ყველა ვეძებდით მას თქვენ ხომ ამბობთ რომ მას ჰქონდა პრობლემები ფსიქიკასთან დაკავშირებული იქნება ამით აიხსნება ასეთი არათანმიმდევრული საქციელების ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები არის ერთი ფსიქიკური დაავადება არ ნიშნავს რომ ადამიანი დასაბმელია უკაცრავად ახლა თემაზე ასე დასაბმელი და რაღაცა ფსიქიკური პრობლემა არის სულიერი კონდიცია როდესაც უნდა განისაზღვროს ადამიანს თავისი შინაგანი ავადობისგან გამომდინარე რამდენად სწორად შეუძლია და გადმოსცეს აღიქვას და გადმოსცეს მოვლენები და რამდენად საკმარისია მტკიცებითი თვალსაზრისით მისი ჩვენება მაგრამ ის რომ ადამიანს აწამებენ და ის რომ ის რაც ადამიანის ირგვლივ ხდება ის რა თქმა უნდა ამას ყველაფერს აღიქვამს ეს სუბთა სამედიცინო მოცემულობა რა თქმა უნდა კი ბატონო ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მას 2008 წელს ომში იბრძოდა ადამიანი უმძიმესი კონტუზია მიიღო და პროგრესირებულად ჰქონდა ეს პრობლემები მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ვერ აღიქვამდა ფაქტებს მოვლენებს და მის მიმართ ალბათ ეს კითხვა გაჩნდება ბატონო ირაკლი რომ თუ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები თუ როგორც თქვენ ამბობთ პლუს ის იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების მძიმე გავლენის ქვეშ მაშინ ჩდება კითხვა რამდენად სანდოა მისი მონაყოლი თქვენ გაგიჩნდათ კითხვა არ გაგიჩნდათ ან პირიქით ასე ვიტყვი კითხვები მის მონაყოლთან აქედან გამომდინარე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მაგრამ ეჭვგარეშე იყო ის რაც მან მე მომიყვა იმიტომ რომ მარტო ის არ არის ადამიანი რაღაცას გიყვება უჯერებ ან არ უჯერებ აქ არის ფაქტების მოვლენების გარემოებების თანხმედრა რასთან მიმართებაში მონაყოლის ერთობლივი ანალიზით გამოდის დასკვნა ასე რომ არავით არის ეჭვი მე არ შემიტანია რომ ადამიანს მოექცნენ უკანონოდ თბილად რომ თქვა ადამიანის მიმართ განხორციელდა მოწმის მიმართ დანაშაული ის იყო ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ის იყო ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ და შესაბამისად აი ნახეთ რომ დადგა შედეგი თქვენ ახსენეთ ჩვენება მოდით მაშინ ვისაუბროთ იმაზე თქვენი აზრით რისთვის დაჭირდა პროკურატურას ეს ყველაფერი საუბარია მთავარ ჩვენებაზე მთავარი მოწმე იყო შალვა თათუაშვილი ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში სადაც ის ამბობდა პირდაპირ რომ დათაახალა იამ და ქარდავამ განახორციელეს თათუხაშვილი ამას არასდროს საკონტროლო გასროლა თათუხაშვილი ეს არის გამორიცხული მას ხელი მოაწერიეს გამზადებულ დაბეჭდილ ჩვენებაზე სადაც წერია რომ დათაახალაიამ თითქოს საკონტროლო გასროლა გადახორციელა პიროვნების მიმართ. ეს არის ტყუილი. ეს რომ თქვენ ამბობთ შალვა თათუხაშვილს ეს გამორიცხულია. მე მეცაც გეტყვი, იცით რატომ მივიღეთ ასეთი სავალალო შედეგი და რატომ ტრიალებს დღეს ეს უბედურება? მე მარტივად გეტყვით. თქვენ მოგეხსენება ჯერ კიდევ ბატონი კბილაშვილის დროს, მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო სხვადასხვა საქმეებზე გამოძიება, მათ შორის დათაახალაიას მიმართ გამოძიებები და შესაბამისად ამას საწარმოებდა მთავარი პროკურატურა, გამომძიებელი ჭუმბაძე, პროკურორი იყო ლეონტი ადეიშვილი. რა თქმა უნდა, იყო
უკანონობაც იყო ფსიქოლოგიური ზეწოლად სუბიექტური იყო გამოძიება მიმდინარეობდა მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით, მაგრამ არ იყო ძალისმიერი კომპონენტი. რა შედეგი დადგა? ყველა საქმეებზე დათა ახალაიას მიმართ ბრალდებები გაცამტვერდა, თქვენ მოგეხსენებათ, ბრალდებოდა დათა ახალაიას პოლიციელების სცემაში, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საშიში ძალადობით, პირთა ჯგუფის მიერ ორგანიზებით, ამ რა თქმა უნდა დათა ახალაია ამ ბრალდებაში გამართლდა, მე მეცაც გეტყვით, ბრალდებოდა დათა ახალაიას გირგვლიანის წამების ორგანიზებაში და ეს მუხლი ეს ბრალდება მას მოეხსნა. საერთოდ მოეხსნა. რა თქმა უნდა, ჩემო ბატონო, გაგზავნილი არის საქმე სასამართლოში ისე რომ სასამართლო სამეცნიერო ექსპერტიზის დასკვნას არ დევს გირგვლიანთან მიმართებაში, იმიტომ რომ ის დასკვნა რომ წარმოადგინონ ეს იქნება საზოგადოებისთვის სრული შოკი. მე მინდა ახლა ჟურნალისტებს გთხოვოთ, მე სხვებსაც ვთხოვე, თქვენს გთხოვოთ, ყველამ ერთად მივახციოთ იმას, რომ გამოძიებამ გაასაჯაროოს გირგვლიანის საქმიდან ოქროყანის ეპიზოდი და სამედიცინო მტკიცებულების ნაწილი. საზოგადოება მიხვდება თუ რაშია საქმე და საზოგადოება მიხვდება, რომ ის რაც მუსილებს ვერსია, რომ გირგვლიანი აწამა კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ეს ბრალდება გაცამტვერდება პირდაპირ გეუბნებით. გირგვლიანი არ უწამებია კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტის თანამშრომლებს, გირგვლიანი ოქროყანაში გაექცათ ძალადობა ასე თუ ისე განხორციელდა ბუხაიძის მიმართ, გამოძიებით დადგენილია, რომ 15 წუთში წამოსულები არიან ოქროყანის ტყიდან კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტის თანამშრომლები, ხოლო მეორე დღეს გირგვლიანის გვამი შემთხვევის ადგილიდან კილომეტრ-ნახევარში არის აღმოჩენილი და თქვენ იცით გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა ძველი არის ცნობილი, რომ იგი არის გარდაცვლილი ასპირაციული ასფიქსით, ადამიანს ხორხის სანათურში აქვს მჭრელი საგანი დარტყმული და შესაბამისად თურმე ამ კაც კილომეტრ-ნახევარი ული ამას დავანებოთ თავი, მე ვითხოვ გასაჯაროდეს თუ გასაჯაროდება აი ეს ყველა დეტალი უკვე საზოგადოებისთვის დაიმსხვრება. მე ამას პირდებით დამიძახეთ, მოვალ და ერთად განვიხილოთ. აქ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება, უბრალოდ მე ახლა ვერ დაგისვამთ ამ კითხვას, ვინაიდან ეს სხვა ძალიან საინტერესო თემაა სხვა დროს. როდესაც მიხვდა პროკურატურა, რომ ძალისმიერი კომპონენტის გარეშე არაფერი არ გამოდის, ადამიანს დანაშაულს ვერ უმტკიცებენ, დანაშაული არ არსებობს და შედეგზე ვერ გადიან, უკვე ჩართეს საქმეში ძალისმიერი კომპონენტი, მოაცილეს საქმეს ჭუმბაძე და შესაბამისი პროკურორი, გადასცეს ძნელაშვილს, გადასცეს გილაურს და ფაქტის სახეზეა. ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. მე არ ვიცი რატომ ნებისმიერი მეთოდით მიიღოთ ჩვენება დათა ახალაიას. მე არ ვიცი რატომ ჭორავს პროკურატურა, რატომ მაბრალის თითქოს მე ვიტყუები, რა მე მივახატე დაზიანებები სურათებს, ან მე შევადგინე, ის ყალბი ოქმი შევადგინე, გვამის დათვალიერები, სად არის აქ ტყუილი? ამბობენ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ირაკლი ზაქარიაშვილი არის ბატონი როლანდ ახალაიას მეგობარი და არ დაუჯეროთ მას, ჯერ ერთი ეს რა მოცემულობა ვერ მივხვდი. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე ბატონ როლანდს ვიცნობ 3-4 თვეა, მოგეხსენებათ, მე არ ვიცი სად არის ბატონი დავით ახალაია, ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, ჟურნალისტები თქვენ ამბობთ, რომ იგი არის საზღვარგარეთ და რა გასაკვირია, როდესაც ბრალდებული არ ყავს ადვოკატს, მის ინტერესების ადვოკატს კომუნიკაცია ჰქონდეს ოჯახთან. ეს გასაკვირი არ არის. მაგრამ დაუბრუნდები თემას, რომ ანუ რა არის ამ უბედურების სათავე, რომ მიხვდა პროკურატურა, რომ ძალისმიერი კომპონენტის გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს და დაწყებულია ძალადობა. მე მინდა გთხოვოთ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში, თუ ეს ეხლავე არ აღიკვეთა, თუ ჩვენ ყველანი ერთად არ დავდექით, ეს გაგრძელდება და მივიღებთ უმძიმეს შედეგს და ძალიან საინტერესოა პროკურატურის პასუხის, ჩვენ მივცემთ მომავალში საშუალებას, თუ ისინი დაგვთანხმდებიან, რომ ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. მე ბოლოს მინდა აგრეთვე გკითხოთ სახალხო დამცველთან დაკავშირებით, თუ განაცხადეთ, რომ სამარცხვინოა სახალხო დამცველთან თუ ნებას მომცემთ, სულ მცირე დროს აღართმევთ, მე მინდა პასუხი გავცე შეკითხვას. აი რას გვთავაზობს პროკურატურა, რავეს ჩვენ ვეძებდით შალვა თათუხაშვილს, დაკარგული იყო ფაქტობრივად ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ვეძებდით, დავდიოდით კარდაკარ პროკურატურაში, არც საიდან ხმა, არც ძახილი. ეხლა რას გვთავაზობს პროკურატურა, რაზე რა არის თათუხაშვილის გვარი დატანილი, რომელ ნაბეჭდ ვერსიაზე, აი პროკურატურა გვთავაზობს ამას. თითქოს თათუხაშვილი ამბობს შემდეგს, რომ ჯერ მოითხოვა დაცვის პროგრამაში ჩასვლა, მე მიაყვანია თავის სახლში და გაიპარა. აი, ციტირებ, მე ამას გადმოგცემ თქვენ.
მე პოლიცია ჩემ პირველი სახლის ფანჯრიდან გავიპარე ეზოს უკანა მხარეს და წავედი ტყეში. იქ გავაკეთე სამალავი, დღისით ვხიზლობდი, ღამე მეძინა. ესე იგი ამ ზამთარში, ამ 20 დღის განმავლობაში შალვა თათოხაშვილის ტყეში სადღაც გაუკეთებია სამალავი და ბოდიში დათვივით იქ თურმე დღისით ეძინა, ღამე ვხიზლობდა და მე რა საინტერესოა ნახეთ 17 მარტს დაახლოებით 28 საათზე მე ჩამოვედი თბილისში ღამის კლუბში შეგახსენებთ რომ ტყიდან მოდის სამალავიდან ბუნაგიდან დავარქვათ ასე ღამის კლუბში სადაც მე დავლია სასმელი ჭაჭა თურმე კლუბში ჭაჭა იყიდება და დაულევია შალვას და ვინაიდან ვიყავი ზედმეტად ნასვამი კლუბის დაცვამ გადამცა პოლიციას და შემდეგ ვინაიდან გაიგეს რომ ვიყავი დაცვის მოწმის დაცვის პროგრამაში წარმომადგენლს ეს გასაჯაროებული არის და რა თქმა უნდა უფრო დეტალურადაც შეუძლია ამას თუ საზოგადოება მიიღებს რომ შალვა თათოხაშვილი ამ ზამთარში დათვივით ტყეში იჯდა სამალავში დღისით ფხიზლობდა ღამე ეძინა მე გააწმენებ რომ ჩვენ არაფერი არ გვეშველება ამიტომ მივხვდით რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში დიდი მადლობა მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხას რომ აქ ალბათ კითხვები მაინც გაჩნდება ამ მონაყოლთან დაკავშირებით რასაც ჩვენ ვისაუბრეთ ვინაიდან თქვენ ვთქვით რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და იყო ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენის ქვეშ ასე რომ ვნახოთ საბოლოოდ სადამდე მივა ეს უბრალოდ ფორმატი რა თქმა უნდა მივიცი ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი სახალხო დამცველს ვესაუბრეს საიას თავმჯდომარის ბატონი კოჟორიძეც ესწრებოდა დეტალურად მივაწოდე ისინი ინფორმირებული არიან დეტალურად და იმედი მაქვს რომ ყველანი ერთად მივახცევთ სამართლიანობას დიდი მადლობა დიდი მადლობა ბატონო ირაკლი და ამ საქმეზე რა თქმა უნდა მომდევნო დღეებშიც და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ალბათ საუბარი დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით ჩვენ ახლა გავაგრძელებთ პრინციპში ამ თემას უკვე ნუგზარ ციკლაურთან ერთად რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ბატონო ნუგზარ მოგესალმებით ბატონო ნუგზარ პირველ რიგში მე ისევ თათუხაშვილით დავიწყებ თქვენ დაუკავშირეთ თქვენს წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშწორება თათუხაშვილის საქმეს რას გულისხმობდით მოგესალმებით საღამო მშვიდობის დიახ მე დავასახელე ორი ადამიანი რომელიც მონაწილეობდა ამ წამებაში და ეს ინფორმაცია მე მქონდა ოჯახის წევრების მხრიდან ეს ადამიანები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლები ძნელაშვილი და აგრეთვე გურგენ გილაური და მე ვფიქრობ აი ამ გვარების დასახელებამ მიაღებინა გადაწყვეტილება ხელისუფლებას რომ მოეწყო აი ესეთი თავდასხმა ჩემზე რომელიც განხორციელდა გუშინწილს სრულიად ცხადი არის ყველასთვის რომ თავთუხაშვილის სიკვდილამდე მიყვანის საქმე იქნება ცენტრალური საქმე უახლოესი თვეების და შეიძლება უფრო მეტის განმავლობაშიც იმიტომ რომ აქ გამოკვეთილი არის ამ ადამიანის გატაცებაც ამ ადამიანის წამებაც და შემდეგ ის ფატალური აღსასრული რომელიც დადგა განპირობებული არის სწორედ პროკურატურის წარმომადგენელთა ქმედებებით ამიტომ მე ვფიქრობ რომ როდესაც ასეთ დონეზე უკვე პარლამენტის წევრმა ღიად დაიწყო საუბარი იმაზე რომ თავთუხაშვილის სიკვდილი დადგა პროკურატურის ქმედებების შედეგად მათ მიიღეს გადაწყვეტილება რომ უკვე დროა ასეთი პარლამენტის წევრი იყოს გაჩუმებული და რაკიღა ვერ მოძებნეს სხვა ვერანაირი საშუალება ვერ წამოაყენეს კორუფციული ბრალდება ვერ წამოაყენეს სხვა ისეთი რამე ბრალდება რომელიც ჩემს რაიმე ტიპის დანაშაულობას გამოხატავდა წარსულში მიიღეს ყველაზე უფრო პრიმიტიული მარტივი მაგრამ ამავე დროს ყველაზე სასტიკი გადაწყვეტილება რომ სპეციალური რაზმი დაეხვედრებინათ ჩემთან სახლში და ასე გამსწორებდნენ რათა შემდგომში მცოდნოდა რომ სიმართლის ლაპარაკს შეიძლება მოსდევდეს ჯანმრთელობის დაზიანება და შეიძლება სიცოცხლის დათმობაც კი. ბატონო ნუგზარ, ეს თქვენი ლოგიკური დასკვნა თუ არსებობს რამე ფაქტი ან რაიმეს მიაკვлия უკვე გამოძიებამ, რაც პირდაპირ მიუთითებს ამ ვერსიაზე თქვენთვის? მე ჩემთვის უცნობი არის და გამოძიება მე არ მაწოდეს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რას მიაკვлия და რას არა, თუმცა ჩემთვის სავსებით ცხადი არის რომ ეს გამოძიება ვერ იქნება ობიექტური, ისე იქნება მიკერძოებული და სხვათა შორის ამაზე მეტყველებს თვით ოჯახის წევრების განწყობაც, რომელმაც თუ არ ვცდები გუშინ ჩაატარეს სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც მოითხოვეს ჩართვა საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფების ბატონი თავთუხაშვილის სიკვდილის
სოფლის გარემოებების პროცესში, იმიტომ რომ სხვა მხრივ ის ადამიანები, ვინც თვითონ ახორციელებდა ზეწოლას თათუხაშვილზე, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ვერც ობიექტური გამომძიებლები და ვერც ჭეშმარიტების დამდგენები ამ საქმეზე. ეს ჩემთვის სრულიად ცხადი არის. ბატონო გზა, მოდით მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თქვენ რა ინფორმაცია მიაწოდეთ გამოძიებას, რა კითხვები გქონდათ მათ და რა ინფორმაცია არსებობს ამ ეტაპისთვის თქვენი მხრიდან, რა მოხდა მაშინ, როდესაც თქვენ ფიზიკურად გაგისწორდნენ? გამოძიების კითხვები ეხებოდა იმ ღამის მოვლენებს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მე მათ დეტალურად დაწვრილებით აღვწერეთ თუ რა მოხდა, კერძოდ ის რომ დაახლოებით ღამის 3 საათისათვის სახლში დაბრუნებულს დამხვდა 8 კაციანი რაზმი, ეს ამ ადამიანებს ეცვათ ერთნაირი ტანსაცმელი, ყველას უკლებლი ჰქონდა ნიღაბი, მათ ჰქონდათ ელექტროშოკები, რომელიც გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ, მოქმედებდნენ ძალიან ორგანიზებულად, როგორც თავდასხმის დროს, ასევე შემთხვევის ადგილის დატოვების დროს, როდესაც უკვე მეზობელმა შენიშნა ის და ატეხა განგაში, ასე რომ ჩემთვის არის სრულიად ცხადი, რომ ეს იყო მობილიზებული რაზმი, რომელსაც დაწვრილებით ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ საათზე დაუბრუნდებოდი სახლში, რომ უკვე მოვდიოდი სახლში და რომ წუთები ღარ რჩებოდა, სანამ მოვიდოდი ჩემს საცხოვრებელ ბინასთან. ის მანქანები იყო 3 მანქანა, როგორც მოგახსენეთ, ისინი იყვნენ ისე განლაგებულები, რომ მე სახლში ვერ მოვიდოდი ვერც ერთი გზით, 2 გზა არის ჩემს სახლთან მისასვლელი, ორივე გზა იყო გადაკეტილი, შესაბამისი ადამიანები მობილიზებულები, ასევე აღსანიშნავია, რომ საერთოდ არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ მათ მთელი აი ამ 2 ძალიან საინტერესოა, საერთოდ არაფერი არ უთქვამთ ხომ, რომ რამე იყო. საერთოდ არაფერი იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჩემს მანქანაში შეგდებას, აი ამ დროს როცა ეს ამას ვერ ახერხებდნენ, ერთმა ადამიანმა თქვა, რომ უნდა გამოვიყენოთ ელექტროშოკი, ვერ ვაგდებთ მანქანაში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ პროკურატურამ საქმე აღძრა იმ მუხლით, რომელიც სავსებით არ შეესაბამება იმ მოვლენებს, რომელიც აქ განვითარდა. კერძოდ აქ ადვოკატი უბრალოდ კვალიფიკაციის შეცვლა საქმისთვის. დიახ, ცხადი არის, აქ მე როგორც მოგახსენეთ, აქ იყო 8 ადამიანი. შეუძლებელი არის ჩემთვის, რომ გამკლავებოდი 8 ადამიანს, თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩემი ცემა, როგორც უნდა რომ პროკურატურას დააკვალიფიციროს ეს საქმე. მე ნამდვილად არ მაქვს ასეთი ფიზიკური ძალა, რომ 8 ადამიანს გაუმკლავდე ისე, რომ გამარჯვებული გამოვიდე ასე დაპირისპირებაში. მაგრამ თავარი მათთვის იყო არა ჩემი ფიზიკურად ცემა, არამედ გატაცება მანქანაში შეგდება და პირველივე წამებიდან სწორედ ასე დაიწყო მანქანაში შეგდები გაღებული ფაქტია რომ ეს მოახერხეთ თქვენ რომ ერთი ადამიანი 8 კაცმა მანქანაში ვერ ჩაქვს. დიახ, მე მოახერხე რომ 2 წუთის განმავლობაში გამკლავებოდი ამას, სანამ მანქანასთან მიმიყვანდნენ და შემაგდებდნენ, მაგრამ დარწმუნებით გეუბნებით რომ არ ყოფილიყო მეზობლის ხმა იქიდან და ეს როგორც შემდგომში მე გავიგე უკვე მეორე დღეს დილას მისი Facebook სტატუსის შემდეგ ეს იყო ჟურნალისტი ქალბატონი ლია ტოკლიკიშვილი რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობს რომ მას არ დაეწყო ყვირილი რომ ეთქვა რომ პოლიციას გამოვიძახებთ ცხადია ისინი რაღაცა დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად მოახერხებდნენ მე პირადად მქონდა განცდა დიახ რა თქმა უნდა მიიყვანდნენ იმიტომ რომ ჩემი ძალებიც იწურებოდა და დარტყმები იყო ძლიერი და ასევე ელექტროშოკსაც მქონდა ძალიან ძლიერი ძალა ჩემზე ბატონო გზა მე რამდენადაც ვიცი თქვენ თუ მეზობელმა არ ვიცი დამიზუსტეთ მოახერხეთ ნომრების დანახვა ამ მანქანების დიახ, ეს მე ვიყავი, მე მოახერხე ნომრების დანახვა, როდესაც უკვე ისინი ჩასხდნენ მანქანაში, პირველი 2 მანქანა კორპუსის ერთი მხრიდან წავიდა და მესამე, რომელშიც მე თვითონ მაგდებდნენ, რომ დაიძრა, აი ამ დროს მე დავინახე მანქანის ნომრების დანახვა, აგრეთვე მანქანის მარკის, ეს იყო Mercedes-ის ღია ფერის მანქანა, ნომრები 387. ასე რომ პოლიციისათვის, საგამოძიებო სტრუქტურისათვის ძალიან ბევრი რამ არის ცნობილი. ამ მანქანის ნომერი, აგრეთვე მათთვის ხელმისაწვდომია ჩანაწერები და ჩემი სახლის გარშემო არის როგორც ბენზინგასამართის სადგური, ასევე ბევრი სხვა ისეთი დაწესებულება, რომელსაც აქვს ვიდეოკამერა, ამიტომ თუ ამ საქმის გამოძიება არ მოხდება, ჩემთვის სრულიად ცხადი იქნება, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ საკმარისი სამხილი ვერ აღმოაჩინა გამოძიებამ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ სურთ იმ ადამიანების მხილება, რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით თვითონ მათივე მხრიდან იყვნენ გამოგზავნილი. აქედან გამომდინარე თქვენ არენდობით ამ გამოძიებას და არ გაქვთ იმედი, რომ ის რეალურ შედეგს დადებს, მით უმეტეს
უმრავლესობა ხანს უჭერს გამოძიებას და პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე. დიახ, მეც უჭერ მხარს გამოძიებას იმ თვალსაზრისით, რომ ყველა შესაძლებლობა სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიეცეთ, რათა დაადასტურონ, რომ მათ გულწრფელად სურთ ეს საქმე გამოიძიონ. ამასთან ბატონმა ღარიბაშვილმაც ისევე როგორც სხვა ლიდერებმა ქართული სახელმწიფოსი თქვეს, რომ მათი ინტერესის სფერო არის, რომ ეს საქმე აუცილებლად იყოს გამოძიებული. მე მახსენდება ბარბარე ლაფალიანცის საქმე, რომელიც ასევე პირად კონტროლზე იყო აყვანილი, მაგრამ ეს საქმე არ იქნა გამოძიებული, ამიტომ გარკვეული სკეპსისი ცხადია ახლავს ჩემს აი ამ ოპტიმიზმს, რომელზეც ახლა გესაუბრებით, თუმცა მე მგონი რომ რამდენიმე დღის დაცვის შემდეგ ჩვენ ყველანი დავინახავთ იმას, რამდენად სწორი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ენდობოდნენ გამოძიებას და რამდენად სწორი იყვნენ ისინი, ვინც არ ენდობოდნენ. ჩემთვის ერთი რამ არის ბატონო გიორგი, თქვენ გახსენდებათ რა დავასრულებ თუ შეიძლება. ჩემთვის არის თავარი ერთი რამ. ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ამ ბრძოლის დროს, რომელიც მქონდა ამ ადამიანებთან, ნამდვილად მქონდა განცდა, რომ ეს ვიყავი არა ჩხუბში ჩართული, არამედ ნამდვილად ვიბრძოდი სიცოცხლის გადასარჩენად. ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის გაუქარვებელი და დაუვიწყარი ჩემთვის განცდა, რაც მე დამეუფლა იმ წამებში, როდესაც აი ესე გამეტებით იყო ცემაც და მანქანაში შეგდების სურვილი და ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ. მაგრამ მე ამასთანავე ვფიქრობდი მთელი ამ 2 დღის განმავლობაში, რომ პარლამენტის წევრს, რომელიც არის სხვა სტატუსის, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი დაცულობა, თუ ხელისუფლებას ან იმ ადამიანებს, ვინც ეს რაზმი გამოაგზავნა იქ, თუ შეუძლია რომ ასე დაესხნენ თავს და ასე დაუსჯელი იყოს მათი ქმედებები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ არც ასეთი დაცულობა, მათ საქმეებს არ მოსდევს ხოლმე აი ამ ტიპის აჟიოტაჟი, როცა სხვადასხვა ლიდერები ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან ამით. მაშინ იმათ რა უნდა თქვა. ბატონო გზა, პარლამენტის წევრი იყო ვალერი გელაშვილიც და მაშინ შეშფოთებულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც ასე თქვენ გახსენდებათ რაფალიანცის საქმე არასამთავრობოებს ახსენდებათ სწორედ გელაშვილის საქმე და ამბობენ იმას თქვენ მაშინ არიყავით პარლამენტის წევრი, მაგრამ სწორედ იმას უსვამენ ხას არასამთავრობოები, რომ მაშინ არ მოყოლია ასეთი მძაფრი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან ვალერი გელაშვილზე თავდასხმას. დიახ, არა, მე არ მახსენდება მხოლოდ ბარბარე ლაფალიანცის საქმე, მე მახსენდება კიდევ ბევრი საქმე, რომელიც უახლოეს წარსულში იყო, გელაშვილის საქმე გახსენდება. ძალიან კარგად მახსოვს გელაშვილის საქმე, როგორც უკეთურობის გამოვლინება ამ ადამიანის წინააღმდეგ. როგორიც არ უნდა იყოს გამონათქვამები, როგორიც არ უნდა იყოს პოზიცია ადამიანის და საქართველოს მოქალაქის, ამ ფორმით მის წინააღმდეგ ქმედებები არის სრულიად დაუშვებელი და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს საქმე იყო თუ არ ვწდები ბატონი გელაშვილის დაახლოებით 7-ან 8 წლის წინ. კიდევ იყო ერთი თავდასხმა, როგორც მე მახსენდება, ისიც დაახლოებით 6-ან 7 წლის წინ, მაგრამ საქართველოს გადადგა ნაბიჯი წინ. თუ ჩვენ დავიწყებთ ახლა საუბარს იმაზე, რომ აი ხომ იყო გელაშვილის საქმეც, აქ რა ლოგიკაა მაშინ? რახან იყო გელაშვილის საქმე, მაშინ იყოს მოდი ციკლაური საქმეც და იყოს კიდევ ახალ დეპუტატზე თავდასხმის საქმეც? ამ ლოგიკით ხომ ჩვენ საერთოდ უარს ვამბობთ საქართველოს განვითარებაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზეც და ასევე ამ ლოგიკით კიდევ უკან რო წავიდეთ გელაშვილამდე, ის დროც ხომ იყო საქართველოში ბატონო გიორგი, როდესაც ყველა პარტიას ყავდა შეიარაღებული რაზმი. ის დროც ხომ იყო, როდესაც ქუჩაში ადამიანებს ხრებდნენ. წავიდეთ ამ ლოგიკით და ჩვენი ქვეყანა იქ დავაბრუნოთ, სადაც ადამიანები მხოლოდ თოფის ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. თუ შევქონათ ისეთი გარემო, როდესაც მაქსიმალური დეპოლიტიზაციით ასეთი საქმეების ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა ადამიანი იყოს დაცული. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი პარლამენტის წევრების, მინისტრების პოზიციები კიდევ უფრო დაცული არის. ჩვენ მაინც მეტი დაცვა გვაქვს ამ ვითარებაში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვს დაცვა და მე როგორც ამ ხალხის დეპუტატი, ჩვენი ხალხის დეპუტატი, უპირველეს ყოვლისა, აი ამ წუთას
ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს კონდეს თანაბარი დაცვა, რომ აი ესეთმა ადამიანებმა არ შეძლო მათი განადგურება და მათი სიკვდილის დიდი მადლობა, ჩვენ უნდა დავასრულოთ ბატონ ნუგზარ, მადლობას გიხდით, გამოჯამრთელებას გისურვებთ და წარმატებას ნუგზარ ციკლაური გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. რომ მალე გამოჯამრთელდები იგივე პრინციპები და იგივე აზრებით. მადლობა. ჩვენ უნდა დავასრულოთ, არჩევანი დასრულებულია ჩემპიონთა ლიგის წყალობით და დაბრუნდებით მომდევნო სამშაბათს. კარგად ბრძანდებოდეთ.